ამაღლობელი არის პოლიტიკური ნიშნით დაკავებული და ის სამაგალითოდ ისჯება, ამის დამტკიცება შეეცდება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელმაც მზე ამაღლობელის არჩევანი გადააგზავნა უკვე სტრასბურგში, ევროსასამართლოში და მზე ამაღლობელი ითხოვს მის წინააღმდეგ ევროკონვენციის 6 მუხლის დარღვევის დადგენას. ამ 6 მუხლს შორის არის მათ შორის თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია სინდისის პატიმართან ერთად ფიქრობს, რომ მზე ამაღლობელის პატიმრობა არის უკანონო და უსაფუთებელი, ვერც პროკურატურამ და ვერც სასამართლომ მისი პატიმრობა ვერ გაამართლა, ასევე არის საქმის სამართლიანად განხილვის უფლების დარღვევა. მაშინ, როდესაც საქალაქო სასამართლომ რამდენჯერმე უარი თქვა აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვაზე, ამ შემთხვევაში მზე ამაღლობელის გათავისუფლება იგულისხმება და გადასინჯვის დროს ის კვლავ პატიმრობაში დატოვა, არასამთავრობო ორგანიზაცია თulis, რომ ეს არის დაუსაფუთებელი, უკანონო და უდანაშაულობის პრეზუმპცია ირღვევა, რადგან საქალაქო სასამართლოს ჰქონდა ხოლმე არგუმენტად მზე ამაღლობელის პატიმრობაში დატოვების დროს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებულია ადმინისტრაციული საქმე, სადაც მას ედავებიან ასევე კანონდარღვევა სტიკერის მიკვრას კედელზე. შესაბამისად, ახლა დატოვებდა პატიმრობაში, მაშინ როდესაც ადმინისტრაციულ საქმეზე არ იყო გადაწყვეტილება გამოცხადებული და კანონდამრღვევად მზე ამაღლობელი არ იყო ხოლმე ცნობილი. ამიტომ თვლიან, რომ უდანაშაულობის პრეზუმპციას არღვევდა როგორც პროკურატურა, ასევე საქალაქო სასამართლო და საინტერესოა დღესაც მაგალითად ბათუმის სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან დღესაც უწევს აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა ამაღლობელის საქმეზე და უნდა გადაწყვიტოს მოსამართლემ დატოვებს თუ არა მზე ამაღლობელს პატიმრობაში თუ გაათავისუფლებს. გარდა ამისა, ირღვევა მზე ამაღლობელის უფლებები იმ კუთხით, რომ სასამართლომ და პროკურატურამ გამოითხოვა მზე ამაღლობელის ტელეფონი და შეტყობინებების ნახვა ერთი პატაკის საფუძველზე, გამომძიებლის პატაკის საფუძველზე. შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაცია თulis, რომ ამ კუთხითაც ირღვევა ჟურნალისტის საქმე, მაშინ როდესაც ახლა უკვე საგამოძიებო უწყებებს ექნება წვდომა მის პირად შეტყობინებებზე, შესაბამისად, წყაროების გამხელა და საიდუმლოს შენახვა უკვე შეუძლებელი იქნება ჟურნალისტებისთვის მათი საქმიანობის დროს. გარდა ამისა, ხშირად უდანაშაულობის პრეზუმპციას ამაღლობელის მიმართ მაღალჩინოსნებიც არღვევენ და ერთ-ერთ кейსად მოყვანილია ირაკლი კობახიძის ბოლოდროინდელი განცხადებები, მაშინ როდესაც საუბრობს მაღალჩინოსანი ჟურნალისტის საქმეზე, მას დამნაშავედ მოიხსენიებს და არღვევს უდანაშაულობის პრეზუმპციას. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრით დასაბუთებულია, რომ მზე ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, კონვენციის მე-5 მუხლი, კონვენციის მე-6 მუხლი, საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, კონვენციის მე-8 მუხლი, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, კონვენციის მე-10 მუხლი, გამოხატვის თავისუფლება, კონვენციის მე-13 მუხლი, მე-8 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში, რაც სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლებას გულისხმობს და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, საჩივარი გაიგზავნა მე-18 მუხლთან მიმართებითაც, რომელიც უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს გულისხმობს. ეს ყველაფერი მის მიმართ ანგარიშწორებაზე მიუთითებს. ამის დასტურია მათ შორის ის, რომ მზე ამაღლობელის მიმართ არ წყდება ის პროპაგანდა, რომელიც ქართული ოცნების და მათ შორის ირაკლი კობახიძის მხრიდან არის ახალისებული. ირაკლი კობახიძეს არაერთხელ აქვს გაკეთებული განცხადება ამ საქმესთან დაკავშირებით, როდესაც მზე ამაღლობელს მოიხსენიებს პირდაპირ როგორც დამნაშავე, მიუთითებს იმას, რომ ის არის პოლიტიკური ნიშნით დევნილი, პოლიტიკური ნიშნით ხორციელდება მის მიმართ სისხლის სამართლებრივი ბრალდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლი, რომელიც სულ მცირე 3 შემთხვევაში დაირღვა მზე ამაღლობელის მიმართ, იმიტომ რომ ამ ფორმით აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, როდესაც არ არის ამის საჭიროება და თან ცალსახად არ არის ამის საჭიროება, არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციის მე-5 მუხლს. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მას ფაქტობრივად დაცვის უფლება წაერთვა, როდესაც უარი უთხრეს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მოწმეთა დაკითხვაზე. რაც შეეხება კონვენციის მე-8, მე-10 და მე-13 მუხლებს, აქ მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ოპერატიული პატაკის საფუძველზე მოხდა ადამიანის ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვა. მხოლოდ და მხოლოდ ერთი ანონიმური წყაროდან შემოსული პატაკის საფუძველზე, რომლის არსებობა არარსებობა საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
შეიცვლება თუ არა ჟურნალისტის პატიმრობა, ეს ზუსტად რამდენიმე საათში 2 საათში უნდა გადაწყვიტოს მოსამართლემ. პირველ საათზე არის სასამართლოს სხდომა ბათუმის რაიონულ სასამართლოში და დღეს ჯერჯერობით უცნობია გამოიკითხება თუ არა გამომძიე პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომლისთვისაც სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელი უკვე რამდენიმე თვეა პატიმრობაშია.